მოგესალმებით მეგობრებო. ვიწყებთ ცოცხალი სესიის ჩაწერას. დიდი ხანია ვიდეო არ დამიდია. ზოგადად მინდა ხოლმე ვიდეოების დადება, მაგრამ ეხა ისეთი საქმით ვარ დაკავებული, რომელსაც რაღაც ნაკლები გამოხმაურება აქვს ზოგადად ჩემს არხზე, ანუ ომაჰა, პოტრებით ომაჰას ვთამაშობ ეხა მომენტსათვის, უფრო მეტ სწავლის პროცესში ვარ, ამ ყველაფერზე მე მისაუბრია. თუმცა ძალიან დიდი ხანი ვარ დავიკარგო, მაინც ცოცხალ სესიას გავაკეთებ, ჩემს სამუშაო სესიას ჩავიწერ, ეხა NL10 ვთამაშობ ამ მომენტსათვის. ანუ ამ მომენტსათვის გულისხმობ, ანუ მაგლი მიწევა რა ზოგადად, ანუ ისე ზუსტად ამ მომენტშიც NL10 ვთამაშობ. მაგის შესაბამისად. და ზოგადადაც. კარგი, ვითამაშოთ ომაჰა. აქვე მაქვს გახსნილი coin poker-ზე ერთი რაღაც free roll-ი. რომელიც უბრალოდ ვიფიქრე, გაჩვენებდით, ვისაც free roll-ები აინტერესებს და ჩემს გამომწერებს შორის არიან ესეთები, ვიცი. free roll-ი რახან არის პირდაპირ ტუსკაროლი ძალიან ხისტად გავათამაშოთ. გონია რომ ძალიან ხშირად უარესი ჰენდებისგან ქოლის მიღების შესაძლებლობა მანდ იქნება. მე ვიღეთ ქოლი, კი ბატონო. და როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი? გამარჯვებით. უბრალოდ მინდა მეჩვენებინა რომ coin poker-ზე საკმაოდ საინტერესო free roll-ებია, ეს ახლა მონიშნული მაქვს free roll-ები აქედან. დანარჩენ კატეგორიებში ყველაფერი თავისუფლად მაქვს დატოვებული და არის ძალიან ბევრი free roll-ები. ეს 1 ცენტიანი ტურნირებია ძალიან ბევრი. თუმცა გარანტიები დიდი არ არის. $10 და ასე. ხო, მოდი ნახოთ. $10 ხოლმე ძირითადად და $5 ეხლა მაგალითად რომელზეც ვარ დარეგისტრირებული, $10 გარანტია. თუმცა მე როცა აქ საბრძოლში მოხდები და მაგალითად 15 ცენტს მოიგებ, როგორც მე მოვიგე წინა free roll-ში. ისე გასართობად ჩავრდე, მაინც დავტესტე მეთქი ვარგოდა თუ არა რომ მე ვიდეო ჩამეწერა და შემდეგ უკვე 1 ცენტიან ტურნირებზე მაგალითად შეგიძლია ითამაშო ტურნირები, სადაც არის გარანტირებული $50. ბილეთების სახით არის ძირითადად. თუმცა მაინც ღირს თამაში ნამდვილად და ძალიან ბევრია ეს 1 ცენტიანი ტურნირები, აი დღევანდელი რო შევხედოთ, აი ხედავთ რამდენი ტურნირებიც არის. კარგად ხიანექსიანი, რავი. ამ სტეკის იზოლირება დიდად მე მგონი არ არის გამართლებული, მაგრამ ნუ რავი დავარეიდოთ მაგას. ზოგადად ეს ჰენდი ძლიერ ჰენდად არ იცვლება ომაჰაში. კადოფიდან ზოგადად რეიზია, მაგრამ შორტ სტეკის იზოლირება მე მგონი არ იყო იდეა. არა უშავს. იმეც ვიტოვებ რომ რა ფიქრობ რომ აქ ტუზი რო ყოფილიყო ან 7-იანი ოპონენტს. თუმცა იქ ბევრი სტრიტები დაიხურა რივერზე, კაი გადავაგდოთ ჯანდაბას, გადავაგდოთ, არაფერი არ მაქვს. ზოგადად ეს მაგით დიდად არ ვარგა. ამიტომაც ავდგები. ნახავ რამე კაი მაგიდეს. ზოგადად კაი მაგი და ომაჰაში არ არის იმდენად ძნელი საშუალებელი როგორც ჰოლდებში. თერნი ძალიან კარგია. მოდი რაღაც ცოტა პატარა საიზინგით გავიდეთ, რომ არ შევაშინოთ ოპონენტი. ჩეკით შეიძლებოდა. ჯერჯერობით მოდი ესე ვითამაშოთ. 3 მაგი და ზოგადად მე 6 მაგიდას ვთამაშობ, მაგრამ ვიდეო ჩაწერისას ჯობია 3 მაგი და ვითამაშო და თან ეს free roll-იც ვითამაშოთ, რავი, გავერთოთ, იქნება რამე საინტერესო, ნახოთ. აჰა. ზაფხულია. ზოგადად პოკერში ზაფხული შედარებით მკვდარია ხოლმე ვიდრე სხვა წელიწადის სხვა დროები. მაგრამ GG poker-ზე ყოველთვის არის action-ი. რაც შეეხება GG poker-ზე ჩემს შთაბეჭდილებებს,
მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, ტუსკარო 6-5-იანი პირველი პოზიციისთვის არ ვარ დარწმუნებული, რომ კარგი ჰენდია, მაგრამ ცუდიც არ არის რა, შეიძლება დარეიზება. მაინც ასეთ სიტუაციაში უნდა მივაქციოთ ყურადღება, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ ace high flash რო გვაქვს თუ სიტყვაზე king high flash რო. აი ხა მაგალითად ეხა იგივე ჰენდი რომ მქონოდა და 6 high flash რომ მქონოდა, მაგალითად 6-5-იან აგური რომ მქონოდა და სხვადასხვა მასტის ტუსკარული, ხო? მაგ შემთხვევაში უეჭველი დავყრიდი რა. king high flash რომ მქონოდა, შეიძლებოდა მაინც ალბათ დარეიზება, მაგრამ აი ace high flash რო ამ შემთხვევაში უკვე ფიქრობ რომ გამართლებულია რეიზი. ზოგადად ნაცის შეგროვების პოტენციალი ომაჰაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ნაცი არის საუკეთესო შესაძლო კომბინაცია, ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენს ვიდეოებში. შესაბამისად, მით უმეტეს როცა პოტში რამდენიმე ოპონენტია, ანუ ნაცის შეგროვების პოტენციალს უნდა მივაქციოთ ძალიან დიდი ყურადღება. ხა ეს ჰენდი რო ყოფილიყო double suited, ანუ ორი მასტი რო ყოფილიყო, ხო? ეს ცალსახა ძალიან ძლიერი ხელი იქნებოდა. ერთი მასტი როცა არის, ანუ single suited, როცა მხოლოდ ერთი flash რო გვაქვს, ეს ნაკლებად საინტერესოა ხოლმე ესეთი ჰენდები ყოველთვის. აქ flash draw მაქვს, მაგრამ არის გაწყვილებული ბორდი, დევს მეორე flash draw და თან ამდენი ოპონენტი და შესაბამისად flash draw-ს წრებას აქ არანაირი აზრი არა აქვს. ანუ თუ იმის გაუკვირდა რომ დავუშვათ ახლა აქ ace high flash draw დავყარე, ეს აბსოლუტურად სტანდარტული ქმედებაა ომაჰაში და თქვენ ძიცოდეთ ამის შესახებ. აბა როგორ გამithარდება მოვლენები? flash-ი დაიხურა ჩვენი, მაგრამ ოპონენტები ისეთ actions აჩვენებენ, რომ აქ არ ამგონია ჩვენი flash-ით რამე საინტერესო გამოსულიყო. ტაირი ოპონენტები არიან. მოდი ვისაუბროთ select-ის შესახებ. თქვი რომ ომაჰაში უფრო ადვილია კარგი მაგირის მოძებნა ვიდრე hold'em-ში. პირდაპირ პოტბეთით დავიძრათ. სეტი მაქვს და top sets ბლოკავ, ანუ დამები იშვიათად ეკნება ოპონენტს. შეიძლება ქონდეს ცხრიანები, მაგრამ სავარაუდოდ ფლოპზე ხშირად დაარეიზებდა ცხრიანები, ამიტომაც ვეცადოთ რომ მივიღოთ value. river-ზე დაიხურა სტრიტები, რომლებიც, საკმაოდ ბევრი შეიძლება ყოფილიყო ოპონენტთან, მიუხედავად იმისა, რომ 10-ზე წავიდა ეს სტრიტ დროები. რა შეიძლება აქ გავაკეთოთ? ვფიქრობ, რომ bet pass-ი იქნება გამართლებული, ნახევარ-ბანკს გავალ, იმიტომ რომ ბევრი ორი წყვილი შეიძლება იყოს ოპონენტთან ასევე. დამაიქსები და ოპონენტი ვინაიდან რეკრეაციული მოთამაშე ჩანს თავისი სტატებიდან გამომდინარე 64% VPIP ეს ზოგადად ხშირ შემთხვევაში იმაზე მეტყველებს რომ ოპონენტი არის რეკრეაციული მოთამაშე. რეის აქ ვერ დავქოლავ ვერანაირად, ანუ bet pass-ი ნიშნავს რომ მე გავაკეთებ სონი რომ უარესი ჰენდებისგან მივეღო value, მაგრამ რეის უარესი ჰენდებისგან არ ველოდები, შესაბამისად გადავ. დავარეიზოთ ტოზექსი. ეს ოპონენტი მოვნიშნოთ მოდი 14 დარიგება ზოგადად არ არის კარგი სემპლი და 14 დარიგების საფუძველზე მოვნიშნო ოპონენტის, მაგრამ მოვნიშნოთ მაინც როგორც რეკრეაციული ესე ნიშნავს ამ ფერში სავარაუდოდ რეკრეაციულ მოთამაშეებს და ეგრე მოვნიშნო. უკვე ომაჰაში ვითამაშე მე 100,000 დარიგებაზე მეტი. 80,000 დარიგება ვითამაშე სწრაფ მაგიდებზე, რითიც ავაშენე ბანკროლი. შემდეგ გადავჯექი რეგულარულ მაგიდებზე, ვინაიდან წავედი Green Line-ში, Green Line Junior-ში წავედი, ესეთი პროექტია, უფასო პროექტია, დამწყები მოთამაშეებისთვის. ომაჰას დამწყები მოთამაშეებისთვის. ამიყვანეს ამ პროექტში და პროექტის პირობა იყო, რომ უნდა მეთამაშა რეგულარული მაგიდები. შესაბამისად, სწრაფი მაგიდებიდან გადავჯექი რეგულარულ მაგიდებზე და უკვე ვითამაშე 55,000 დარიგება დაახლოებით აქ. პროფიტსაც შეეხება და მოგებასაც შეეხება $50-დან დაახლოებით $1,200 ავაშენე ბანკროლი და კაი ხანი გაგზავნა ეს $1,200 მოგება. დისტანცია გითხარით, მაგრამ ძალიან ნელა დავაგროვე რა ეს დისტანცია, იმიტომ რომ ცოტა ზარმაცობდი, თავიდან ცოტა ზარმაცობდი და ნელა ვთამაშობდი და ბოლო 50,000 დარიგება ერთ თვეში ვითამაშე. და თუმცა ამ პროფიტის დიდ ნაწილს წარმოადგენს ბონუსები რა. ანუ სუფთა მაგიდაზე მოგებული ფული ბევრი არ მაქვს. ძირითადად აქ არის ძალიან ბევრი ბონუსები, ყოველდღიური ლიდერბორდები, რაღაცები. მე მაღალ საფეხურებზე არ გავდივარ ლიდერბორდებში, იმიტომ რომ ბევრს ვთამაშობ, მაგრამ რაღაცა პრიზი ხდება ხოლმე, შეიძლება რაღაცა $5-6 რაღაცა.
ლიდერბორდიდან და კიდე არის ბედბი ჯეკპოტი, რომელშიც რამდენიმეჯერ მოვხვდი უბრალოდ ვიჯექი მაგიდაზე რა, ეგრე და რაღაც 40-45 შევხვდა 1-2 ჯერ და კიდე ყოველდღიური ფრიროლი ტარდება, სადაც საპრიზოებში ხვდები ხანდახან და რაღაცა $17-18 ვიღებ ხოლმე მაქედან ხანდახან. მოკლედ რაღაც ბონუსური სისტემები არის, რომლებიც თვიდან თვემდე რაღაც ნორმალურ იმას იძლევა. ესე იგი, აქ მაქვს მე წყვილი და ორხრივი სასტრიტე, პლუს მაქვს 2 backdoor flash draw. ანუ გულიან ყვავი მომცემს დამატებით ეკვიტის თერზე. ვფიქრობ, რომ ესეთი ჰენდის დარეიზება შეიძლება, ну სტეკზე თამაში შესაბამისად, თუ დავარეიზებ. უბრალოდ კოლთა ჩემელო მიმეღო, არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ fold equity-ის რეალიზება ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემთვის რა. აი, წავედით აბა. 33% მაინდა-მაინც კარგი equity არ არის, ზოგადად. შემოწოდა ნაჩქარევი იყო, რაინ თვაისი არ დამთანხმდა ოპონენტი და თერზე გაუსტრიდე. ნუ ოპონენტი რახან პრეციზი ეს დარიგება ვერ ვითამაში მაინდა-მაინც ოპტიმალურად, ვაღიარებ. იმიტომ რომ ლაპარაკში ვიყავი გართული, კი მოვიგე ეს დარიგება კი კარგი ჰენდი მქონდა ფლოპზე, მაგრამ ვფიქრობ რომ ვიჩქარე ფლოპზე რეიზი. რატომღაც მეგონა რომ მე ეს ოპონენტი იყო პრეფლოპ აგრესორი. არ ვიცი რატომ მეგონა, იმიტომ რომ ალბათ რომ არ უყურებდი თამაშს. და ვიფიქრე რომ ჩემს სასარგებლოდ იყო ასე ვთქვათ, ასიმეტრიული რეინჯები ჩემს სასარგებლოდ იყო. ანუ მე უფრო დიდი ნაცები მექნებოდა ამ ფლოპზე, მაგრამ ეხლა ხვდები რომ პოზიციებს შევხედავ ეხლა, წეგან არ შევხედე და მაგიდო. ესე იგი მე ვიყავი მე ვიყავი კატოფი, ანუ მე დავარეიზე და ქოლი მივიღე, ეს ოპონენტი იყო ბატონი. მე რატომღაც წეგან უცებ აი ეს სითაუტი ვერ დავინახე და მეგონა რომ ამისი რეიზი დავქოლე მე რა და ეს მეგონა აგრესორი და ანუ აგრესორის წინააღმდეგ ვიფიქრე რომ აქ კარგი იქნებოდა რეიზი ამ ფლოპზე, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა ეს იყო ქოლერი და ამ ფლოპს მიდონქავდა შესაბამისად ძალიან ძლიერი ჰენდის რეპრეზენტაციას აკეთებდა და ჯობდა რომ დამექოლა უბრალოდ. მოვიგე, ბაზარი არ არის, მაგრამ ოპტიმალურად ვერ გავათამაშე. იმედია გასაგებად ავხსენე, ესეთი თქმაც მინდოდა, ანუ იმის გამინდა რომ ეგეთი დაბალი ფლოპები და დაბალი და კოორდინირებული ფლოპები უფრო კოლის რეინჯს უფრო კარგად ედება, ვიდრე აგრესიის რეინჯს. იმიტომ რომ ეგეთი დაბალი გადაბმული სპეკულატიური კონექტორები კოლის რეინჯში საკმაოდ ბევრია. აგრესორის რეინჯში საკმაოდ ბევრია, მაგრამ კოლის რეინჯში განსაკუთრებით. და ასე ვთქვათ, წილი უფრო დიდი კოლის რეინჯია რა, თორე რაოდენობრივად შეიძლება აგრესორის რეინჯიც იგივე იყოს. შესაბამისად, მან თუ აგრესორს ეყოლებოდა მაღალი წყვილები, ტუზები, მაღალი ჰენდები ზოგადად, ძალიან დიდი fold equity მექნებოდა ხოლმე რა. ტუზათიან 2-იანზე გავაგრძელებ აგრესიას, ზოგადად აქაც აი ასიმეტრიული რეინჯი ნიშნავს იმას, რომ როდესაც ერთ-ერთი ოპონენტის რეინჯი, ანუ დიაპაზონი სიტუაციური შესაძლო სასტარტო ხელების ერთობლიობა არის დიაპაზონი რა. და უფრო უკეთესად ედება ფლოპს, ვიდრე მეორესი, ხო? ანუ ძალიან დიდი თუ არის უპირატესობა რაღაც ფლოპზე, რეინჯი არის ხოლმე ასიმეტრიული. ეს ასიმეტრიული რეინჯი ვიღაც სასარგებლოდ არის ხოლმე. ამ რეინჯზე ეს არ არის ასიმეტრიული ფლოპი, ანუ ორივე შეიძლება თანაბრად ვედებოდეთ. ნუ დავჩეკავ შესაბამისად. მაგრამ როცა ტუზი დევს მაგალითად, ხო? აგრესორის რეინჯში არის ძალიან ბევრი ტუზები, ანუ ორი ტუზი კომბინაციები. შესაბამისად ტოპ სეტი ძალიან ხშირად ექნება. კოლერის რეინჯში, როგორც წესი, ტუზები არ არის ხოლმე, იმიტომ რომ ტუზების უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა თამაშობს ტრიბეტით. ესეთ სიტუაციაში უბრალოდ დავყრე. შესაბამისად, შეგვიძლია გამოვრიცხოთ ტუზები. ნუ გამოვრიცხოთ, ბოლომდე ვერ გამოვრიცხოთ, მაგრამ ძალიან იშვიათად იქნება ტუზები, მოდი ასე ვთქვათ, პასიური პრეფლოპის შემდეგ. ანუ კოლერის იქნება ეს ტრიბეტის კოლი თუ უბრალოდ cold call-ი არ აქვს მაგას მნიშვნელობა. შესაბამისად, თორსა ace high ფლოპები მოდის, ანუ აგრესორს ძალიან დიდი ასიმეტრიული უპირატესობა აქვს ეგეთ ფლოპებზე რა. მოგვივიდა ტუზგაროლი, რომელსაც დავაოლინებ აუცილებლად. იმედი ამ იმის ტრიპინი ძალიან არ აფუჭებს ვიდეოს რა. Coin poker-ის ტრიპინი, რაღაცა ტრიპინებს ეს და
მე კი ისე მესმის, ანუ ლაითად, მაგრამ აი ის როგორ იწერს ჩემი პროგრამა, ეგ საინტერესოა. კიდე მოვიგი ამ ფრიროლზე. მოდი თან ფრიროლის სტრუქტურა ვნახოთ. რას გვეუბნება ეს ფრიროლი? ნუ პირველ რიგზე არის ლარი და 74, უბრალოდ დოლარი და 74, აქ კრიპტოვალუტაში მიდის თამაში, ეს USDT იგულისხმება მე მგონი აქ. ამაში ან დოლარი და 74, მე ვარ პირველ ადგილზე ხოთა შორის. ბლაინდები იზრდება 3 წუთში ერთხელ, რა ძალიან სწრაფი სტრუქტურაა, თუმცა რავი, ჯერჯერობით არ იგრძნობა, საკმაოდ ადეკვატური თამაში მიდის, შეიძლება მე ლიდერი რო ვარ, მაგიტომ ვერ გრძნობ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ისეთი ადეკვატური, ნუ ფრიროლისთვის, რომელზეც $10 გარანტია, მე მგონი ადეკვატური სტრუქტურაა რა, ვერ ვიტყოდი რომ რაღაც ხო, აქ ახატიათ ოპონენტებს, რომ ვინც მობილურით თამაშობს, ანუ მობილურით აპლიკაციაც აქვს ამ rooms, შემიძლია დავასკვნა. რაც გასაკვირი იქნებოდა რომ სხვანაირად ყოფილიყო, იმიტომ რომ უმრავლესობა რომებს, რა თქმა უნდა, ეხა აქვთ მობილურის აპლიკაცია. შესაბამისად მობილურითაც შეიძლება ამის თამაში. საკმაოდ ისეთი საინტერესო რამეა, მე მაგალითად ეხა როცა რეკრეაციული მოთამაშე ვიყავი პოკერის, ძალიან მიყვარდა ფრიროლების თამაში, იმიტომ რომ არაფერს არ რისკა, უბრალოდ თამაშობს, სიამოვნებას იღებ და კიდე მაგ სიამოვნებაში შეიძლება ვიღაცამ ფული მოგცეს და რავი, ძალიან საინტერესო სახალისო რამე არის ჩემი აზრით ფრიროლები. ვინაიდან მე ჩემს არხზე აქცენტს ვაკეთებ სწორედაც რეკრეაციულ მოთამაშეებზე და დამწყებ მოთამაშეებზე. ასეთი მოთამაშეებისგან ყალიბდება საბოლოო ჯამში პროფესიონალებიც და რეგულარებიც და აქტიური რეკრეაციული მოთამაშეებიც. და ჩემი მიზნობრივი აუდიტორია სწორედ ესეთია, როდესაც აინტერესებს პოკერი, მინდა რომ თავიდანვე ესეთმა ადამიანებმა პოკერი გაიცნონ როგორც ინტელექტუალური თამაში, როგორც სერიოზული თამაში, საქმიანობა, იქნება ეს მათთვის ჰობი თუ პროფესია, მათ მიდგომა კონდეთ, ასე ვთქვათ, ჯანსაღი და ადეკვატურია. ესეთი სურვილი მექნებოდა მე. შესაბამისად, აი ესეთ რამეებს, როგორც არის მაგალითად ფრიროლების თამაში, მე 1 ცენტიანი ტურნირების თამაში და მსგავსი რაღაცები, მე ვუწევ რეკომენდაციას, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება გროვდება ესეთი რაღაცეებით. შეიძლება და აი მსგავსი ვიდეოების ყურებით, როგორც ვიდეოებსაც მე ვწერ რა. შეიძლება რავი 10 წელი ადამიანი პოკერს თამაშობდეს, ფულზე რავი რიცხავდეს რაღაც თანხას და კეშ თამაშობდეს და უშუალოდ ტურნირებზე რეგისტრირდებოდეს რაღაცა და აი საბაზისო პრინციპები არ იცოდეს, მაგალითად როგორც არის ბანკროლ მენეჯმენტი, როგორც არის სიტყვაზე პოზიციის მნიშვნელობა და ასე შემდეგ. რავი ჩემი მეზობელი რაღაც არ რემონტებს და ეხა იმედია ვიდეოს არ გამიფუჭებს. ხო, უცბად დავაპაუზე ვიდეო, რომ მეთქი იქნებ მორჩეს მეთქი რა რაღაც. რავი, იმედია ძალიან საშინელი ხმები არ შემოვიდა. ომაჰა ძალიან საინტერესო თამაშია. მოდი ვთქვათ მაშინ ესეთი რაღაცა, რომ როგორი ადამიანებისთვის გაუწევდი მაგალითად ომაჰას თამაშს რეკომენდაციას. მე რატო გადავჯექი ომაჰაში და ასე შემდეგ რა. ვიტყვი ამაზე. ანუ მე რა სტილის მოთამაშეც ვიყავი ჰოლდემში. ეს იყო ძალიან ტაიტი, აგრესიული, ასე ვთქვათ, აკურატული სტილის თამაში. სადაც მე ძირითადად სწორებას ვაკეთებდი ანუ რეკრეაციული მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშზე. შესაბამისად რეკრეაციული მოთამაშეების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის არის გამართლებული შედარებით ძლიერი რეინჯებით, ანუ პრეფლოპიდან რომ დაიწყო ძლიერი რეინჯებით და შემდეგ ითამაშო პოსტფლოპი აგრესიულად. ანუ ინიციატივა ქონდა შეთავზე აღებული. შესაბამისად პოზიციას მიანიჭო ძალიან მაღალი მნიშვნელობა და რაც შეიძლება მაქსიმალურად დააკვირდე ოპონენტებს და მიიღო მათ რაც შეიძლება დიდი ინფორმაცია და ისარგებლო შემდეგ ამ ინფორმაციით. ანუ როცა ცდილობ რომ შენი ოპონენტების წინააღმდეგ ანუ 4-ვე უპირატესობა რაც შეიძლება მოიპოვო მაგიდასთან, ეს იქნება პოზიცია, ინიციატივა, ხელისიძლიერე და ინფორმაცია გამოიყენო ძალიან ეფექტურად. და ასე ვთქვათ, ესეთი რაღაცა ხერხდება ხოლმე ხშირად კი არა და რეკრეაციული მოთამაშის წინააღმდეგ და შესაბამისად მიმართული იყო ჩემი თამაშის სტილი რეკრეაციული მოთამაშეების, ზუსტად რეკრეაციული მოთამაშეებთან, ან ბამ ჰანტინგი ქვია, ამაზე მისაუბრია, ბამ ჰანტინგი ქვია ამას, როდესაც შენ ცდილობ რომ კარგ პოზიციაში მოხვდე რეკრეაციულ მოთამაშესთან და ეთამაშო მას და ასე შემდეგ. ვინაიდან ჰოლდემში ლიმიტების დასთან ერთად კარგი რეკრეაციული მოთამაშეების და მაგიდების მოძებნა უფრო რთულდება ხოლმე, ომაჰაში შედარებით ადვილია. ეს იყო ერთი ფაქტორი, რატომაც წამოვედი ჰოლდემიდან და მაღალ ლიმიტებზე ჰოლდემს უფრო რაღაც ესეთი სპორტული ისე ძლევა ხოლმე, რაღაცნაირი აი. ანუ ბამ ჰანტინგი, რა თქმა უნდა, ჰოლდემში არსებობს, ანუ და თავარი მიმართულება ეგ არის, მაგრამ ანუ გულისხმობ იმას, რომ უფრო ძნელი ხდება მაგიდების ძებნა
და აი მაღალი ლიმიტების შედარებით მაღალი ლიმიტების რეგულარები ბევრი ომაჰაში იმიტომ წამოვიდა რომ უკვე საკუთარ თავი მაგიდების მენეჯერი მეგონაო აი ერთმანეთმა ეგეთი რაღაცა თქვა მაგიდების მენეჯერი მეგონაო ჩემი თავი და არა მოთამაშე უკვე იმდენად სულ მაგიდებს ვეძებდიო რა ჩემი ჰოლდემის თამაშის დროს შესაბამისად ომაჰაში რო ეს პრობლემა არ იყო მაგიდო წამოვიდი ომაჰაში ნუ ეს ერთი ფაქტორი ეს არის ნუ ლიმიტების გაზდა მინდოდა შესაბამისად მე არ ვიყავი მაგარი ლიმიტებზე მაინდა-მაინც მაგრამ ანუ ლიმიტების გაზდა რომ მინდოდა ვიფიქრე რომ ომაჰაში რო კაი შანსები მქონდა და ეხლა ეგრე ვფიქრობ მეორე ფაქტორი ის არის რომ ესეთი აკურატული სტილის თამაში ზოგადად ომაჰაში ბევრად უფრო გამართლებულია რა ვინაიდან ომაჰა უფრო მეტად ეკვიტიზე ორიენტირებული თამაშია ვიდრე ჰოლდემი უფრო მეტი ინფორმაცია არსებობს იქიდან გამომდინარე რომ 4 კარტი გიჭირავს ხელზე უფრო მეტი ინფორმაცია არსებობს რა თქმა უნდა და შესაბამისად უფრო მეტად მათემატიკაზე და ასე ვთქვათ უფრო ეკვიტიზე ორიენტირებული თამაშია ვიდრე ჰოლდემი ჰოლდემში უფრო მეტი შემოქმედებითი თავისუფლებაა ვინაიდან ჰოლდემში არის ულიმიტო ფორმატი ხშირ შემთხვევაში ომაჰაშიც არის ქართულ რუმებში ზოგიერთში ულიმიტო ფორმატი მაგრამ ნუ ეს ანომალიაა უბრალოდ სტატისტიკური სინამდვილეში ეს ძალიან პატარა დისტანცია გექნება თუ ამას ითამაშებ ესეთი ულიმიტო ფორმატით ომაჰა ნუ არ არის მიღებული ეს თამაში რომ ითამაშო იმიტომ რომ უბრალოდ ნუ სოლვერიც არ არსებობს აი ულიმიტო ომაჰას სოლვერიც არ არსებობს მაგალითად ხო ესე იგი მეორე ფაქტორი იყო ეს რომ ანუ ის რომ ომაჰა უფრო ასე ვთქვათ ეკვიტიზე ორიენტირებული თამაშია სადაც აი ესეთი შედარებით ესეთი ტაიტი ხისტი აგრესიული თამაში არის ბევრად უფრო გამართლებული ვიდრე ჰოლდემში ჩემი თამაშის სტილიდან გამომდინარე მე ჩავთვალე რომ ომაჰაში უფრო კარგი შანსები მექნებოდა შემოქმედებითობასაც შეეხება, ანუ ომაჰაშიც არის ძალიან დიდი შემოქმედების სივრცე რა თქმა უნდა და შეიძლება უფრო დიდიც ვიდრე ჰოლდემში, მაგრამ ის ფაქტორი, რომ ომაჰას აი ეს საშუალო არითმეტიკულ ომაჰას მაგიდაზე სხედან უფრო კარგი რეკრეაციული მოთამაშეები ვიდრე ჰოლდემზე და რეგულარები უფრო ნაკლებად კარგად არიან ასე ვთქვათ გაწვრთნილები თამაშში ომაჰაზე, იმიტომ რომ ომაჰა უფრო რთული თამაშია და ძნელია რა მისი შესწავლა შედარებით ვიდრე ჰოლდემის. ანუ მე ვამბობ აი ისე იდეალისტური გაგებით. ან საშუალო არითმეტიკული რეგულარი აი ჰოლდემის მოთამაშე თავის საქმეში უფრო კარგად არის დასპეცებული, ასე ვთქვათ, ვიდრე ომაჰაში. შესაბამისად, გარდა იმ რეკრეაციული მოთამაშეებისა, მაგიდებზე კიდე ყავს ესეთი შედარებით სუსტი რეგულარებიც. კაროჩ. ეს ზოგს არ აქვს რა. იმენა შეგნება რომ მთელი დღე არ შეიძლება რა ეს რემონტების კეთება რა. ცოტა ხანი გააკეთე დაგვასვენე მე რა ანუ მთელი დღე აი დილიდან ამან გამაღვიძა და ეხლაც ეს აკეთებს დედას ვიცა რემონტს აკეთებს. კაი. ხო, ერთ სიტყვით ხო, რაზე ვსაუბრობდი? ანუ ხო, რახან ანუ ზოგადად აი თამაშის ასე ვთქვათ, ცოდნის ან თეორიის ცოდნის ოპტიმალური სტრატეგიის ცოდნის ხარისხი ომაჰაში შედარებით უფრო დაბალია ვიდრე ჰოლდემში, აქედან გამომდინარე, ანუ შემოქმედებითი შედარებით ნაკლები სივრცე რჩება. ეს ფაქტორია, თორე თვითონ ვაკუუმში, ანუ სტრატეგია და ვაკუუმში, ასე ვთქვათ, თვითონ თამაშის სტრუქტურა შეიძლება იძლეოდეს ძალიან დიდი შემოქმედების საშუალებას. აქ ამაზე არ ვსაუბრობ. ხო, და კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც მე ძალიან მომხიბლა ომაჰაში, ანუ აი თეორიაზე მუშაობის თვითონ სპეციფიკა ომაჰაში ბევრად უფრო გასაგები არის ჩემთვის, აი სოლვერში მუშაობა და მსგავსი რაღაცები ვიდრე ჰოლდემში. ჰოლდემში სიმართლე გითხრათ, აი რა, სერიოზულად და სოლვერში მუშაობა, ან თუნდაც ფლოპზილაში მუშაობა, მე რაღაცნაირად აი ვერ ასე ვთქვათ, ვერ გავითავისე რა, მარტივად რო თქვა. აი თუნდაც ფლოპზილასთან აი ბევრჯერ ცადე რაცა ვერ დავმეგობრდი აი ვერც სოლვერთან ვერც GTO ვიზართან ვერც იმასთან ფლოპზილასთან ვერ დავმეგობრდი მე ჰოლდემში სამწუხაროდ რაც პირიქით მოხდა ომაჰას შემთხვევაში ომაჰას თუნდაც ომაჰა პროსთან და თუნდაც მასტერმაინდთან ძალიან დავმეგობრდი ძალიან მარტივად თუნდაც ტრენაჟერთან თუნდაც თეორიულ ნაწილთან და ძალიან კარგად შემიძლია რომ ომაჰაში დავუშვათ აი სოლვერში ვიმუშაო რა რაღაც უფრო გასაგები გახდა რა უნდა ვისწავლო ამ თამაში ჩემთვის ვიდრე ჰოლდემში. აი ეს ფაქტორი იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აჰა. ხო, ერთ თვით ეს იყო ჩემი გამოცდილება ჰოლდემიდან ომაჰაში გადმოსვლის შესახებ. აქვე დავამატებ იმ ფაქტორს, რომ
ობიექტურ მიზეზებს. ნუ აქ ეხლა ჩემი ჩამოსვლიდან ზოგიერთი ობიექტური იყო, ზოგიერთი სუბიექტური მიზეზები. ნუ პირველი მიზეზი ობიექტური იყო ის, რომ ომაჰაში უფრო კარგი ადვილად შეიძლება მოიძენოს მაგიდა, კარგი მაგიდა. ასევე დავამატებ ობიექტურ მიზეზად იმას, რომ ერთსა და იმავე ლიმიტებზე, აი საშუალო არითმეტიკული ომაჰას და ჰოლდემის რეგულარულ შევადავოთ ერთმანეთს, სუბთა win rate-ი, სუბთა ციფრები ომაჰაში უფრო უკეთესია. შეიძლება რაღაც 10-12 BB100 კონდეს დაუშვათ ომაჰას რეგულარს იგივე ლიმიტზე, სადაც ჰოლდემში რავი 6-7-8 ძალიან კარგი შედეგად ითვლება რა. რაც ნუ რა თქმა უნდა ნუ შეიძლება ესეთი დრამატული არ იყოს განსხვავება, მაგრამ განსხვავება ყოველთვის არის ომაჰას სასარგებლოდ. ყოველთვის არის ომაჰას სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ დისპერსია ომაჰაში უფრო დიდია, განსხვავებაც ომაჰას სასარგებლოდ არის და შესაბამისად ამანაც მომხიბლა. ნუ ეს უკვე ობიექტური მიზეზია, რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ ამ მიზეზი მარტო ამ მიზეზის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ იქიდან გამომდინარე, რომ თავარია შენ ეს თამაში გევასებოდეს და ამ თამაშის მუღამი კონდეს რა. თან შევხედოთ აბა ვისვე თამაშებით თან მოვნიშნოთ ჩვენი ოპონენტები. არასრული სტეკები არიან, ხშირ შემთხვევაში ესენი არიან ხოლმე რეკრეაციული მოთამაშეები. ეს მწვანედ ნიშნავ რეკრეაციულ მოთამაშეებს, ესე ღია მწვანედ ნიშნავ მოთამაშეებს, რომლებიც სავარაუდოდ არიან რეკრეაციული მოთამაშეები და იმიტომ ნიშნავ ღია მწვანედ ამათ, რომ პატარა სემპლი მაქვს, ანუ ცოტა დარიგებები მაქვს და ეს ვინ არის? ეს ვიღაც რეგულარს გავს. დაახლოებით ხა 34 PP ზოგადად რეგულარი სტატი არ არის, მაგრამ 32 დარიგებაზე ვერ ანგარიშებ რა, ვერანაირად. მინიმუმ რაღაც 1000 დარიგება მაინც დაქონდეს, აი სულთა პატიოსთან თქო თქვა, 1000 დარიგება მაინც დაქონდეს ოპონენტზე, რომ სერიოზული დასკვნა გააკეთო, მაგრამ აი ეხლა როცა ესეთ რაღაცას ხედავ, ნუ უნდა მივხვდე, რომ ძალიან ტაიტი ოპონენტია, თუნდაც 40 დარიგების მანძილზე შეიძლება რაღაცა ტენდენცია უკვე დაინახო რა. აი 200 დარიგების მანძილზე ძალიან ტენდენცია უკვე ჩანს, რომ ძალიან ტაიტი მოთამაშეა, თუმცა აი ძალიან ასიმეტრიული ის აქვს პრეფლოპი, PP და PFR შორის დიდი განსხვავება როცა არის ეს ზოგადად კარგზე არაფერზე არ მიუთითებს, მაგრამ ნუ ესეთ ტაიტი მოთამაშე მაინც ხო, ფლოპი არის კარგი, მაქვს სტრიტი, თუმცა დევს ფლეშ დრო და ბევრი უფრო მაღალი სტრიტის შესაძლებლობები და შესაბამისად დიდი საიზინგით დავიძრათ პირდაპირ, მეცადოთ რომ ამ მოლოდინი ხელებისგან მივიღოთ value. თუმცა ეგ ისეთი სიტუაცია იყო, სადაც შეიძლება ვიღაცა ჩემთან სტეკზე წამოსულიყო სიტუაცია, აი დამავალეთ აგური რო ქონდა, აი ეს რო ქონდა მოთამაშეს კაროლ დამავალეტი და აქედან ორი აგური ხო სიტყვაზე. შეიძლება ჩემთან წინ ყოფილიყო, ჩემზე უფრო წინ იქნება. მე მიუხედავად იმისა, რომ მე მზასტრიტი მექნებოდა, ხო? მიუხედავად მაგისა, მას street flash დრო, ანუ rapid flash დრო ექნებოდა, რაც equity-ს სავარაუდოდ ჩემზე უფრო მეტს მოაგროვებდა. აი ომაჰაში ესეთ რაღაცებს უნდა შეხედოთ რა. შეიძლება მზა სტრიტით წახვიდე სტეკზე დაუშვათ რაღაც სიტუაციაში და შენი equity იყოს რა 17% პირობითად ვამბობ რა, რაც არ არის ძალიან იშვიათი. მაგალითად, ეხლა მაგ სიტუაციაში ხო? მოდი ავიღოთ ეგ სიტუაცია. აი ეს სიტუაცია ავიღოთ. სადაც არა ეს ეს რა ხდება? ერთამი. ხო, რაღაც გაჭედასავით ეთქობა. ხო, ესე იგი, აი 8-7-იანი მაქვს მე სტრიტი, ხო? აი ახლა ოპონენტს ქონდა 10-იან 8-იან რაც ძალიან იშვიათად ექნებოდა, გასაგებია მე ყველაფერს ბლოკავდი, მაგრამ პირობითად წარმოვიდგინოთ. თან ნუ ქონდეს 9-9, 8-7-იანი, მოდი აი ესეთი ჰენდი წარმოვიდგინოთ რა. ეხლა კალკულატორს ვერ გავხსნი, იმიტომ რომ GG პოკერის კლიენტი ოცამას გახსნილი, კალკულატორის გახსნის უფლება არ მაქვს. მაგრამ რო ქონდეს 9-9, 8-7-იანი და აქედან ორი აგური ყოფილიყო. ჩემი equity აქ იქნებოდა ხოლმე, რავი, ძალიან დაბალია, 20% შეიძლება რა, შეიძლება უფრო ნაკლები. ან რო ქონოდა დავუშვათ 8-7-იან დამავალეტი. პირობითად, ანუ ჩემნაირი სტრიტი და უფრო მაღალი სასტრიტე და პლუს ფლეშ დრო, ხო? მაგასთან საერთოდ, ნუ ძალიან ცუდად ვდგებოდი რა. ძალიან ცუდად. შესაბამისად ეგეთ სიტუაციები ცოტა ფრთხილად უნდა ვითამაშოთ ხოლმე რა. ეხლა მე კი წეღან პოტბეთი გავედი, მაგრამ ძალიან პატარა პოტი იყო და მან რეიზი რომ მივიღო, მე ძალიან აკურატულად ვითამაშე, ნუ ქოლით ვითამაშე. საერთოდ ეხლა ვფიქრობ, რომ პოტბეთი მან არც იყო კარგი გადაწყვეტილება, ჯობდა 9 ბანკი გავსულიყავ. ესეთ ფლოპზე ეხლა მე მაქვს ტულს აგური, რაც ოპონენტთან კარგი ფლეშ დროების არსებობის ალბათობას ძალიან ამცირებს, ანუ ბლოკერი ქვია, მაგრამ ოპონენტი რა ხანდა 95 VPIP-ა, ამასთან რაღაც ესეთ ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შესაბამისად უბრალოდ დავყრი.
ეხლა მაგალითად მე რო აქ ცოტა ადეკვატურ მოთამაშესთან მეთამაშა, ხო? ტუზები აქ კიდე ტუზკაროლის განსახიერების შესაძლებლობას მაძლევდა და ტუზაგური კიდე მაძლევდა საშუალებას, რომ დავუშვათ თუ ფლეშის დახურვის შემთხვევაში ფლეში გამესახიერებინა. ეს არის ბლოკერები. ომაჰაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. და მთლიანი ჩვენი ბლეფის ასე ვთქვათ, ბლეფობის მთელი საზრისი დგას ხოლმე ამ ბლოკერებზე, სადაც უნდა გქონდეს მაგალითად ან ფლეშის ბლოკერი, ან სტრიტების ბლოკერი, როგორც ახლა ამ შემთხვევაში ტუზკაროლის ბლოკერები მქონდა 2 წელი ტუზი, თორე თვითონ ტუზები თავად აქ როგორც წყვილი, თითქმის არაფერს აღარ წარმოადგენს სიტუაციაში, სადაც არის უკვე დახურული სტრიტი, პლუს ძალიან ბევრი 2 წვილის და ფლეშის მომოდინე ხელების შესაძლებლობა იქნება ბორდზე, ტუზები თითქმის არაფერს არ ნიშნავს. ხო, ვინც არის ის ბანები ვიტყვი, რომ ომაჰაში ცალკარზე ვერ სტრიტავ. შესაბამისად, ვერც ფლეშა, ვერც სტრიტავ, შესაბამისად, ანუ აქ კაროლი რომ მოსულიყო, ეს სტრიტს არ მომცემდა, მაგრამ მომცემდა ძალიან კარგ შესაძლებლობას, რომ მე განვასახიერო სტრიტი ჩემი ბლოკერებით. ამ სიტუაციაში მე მაქვს მეორე ნაცი, ან ტოს 5-იანზე მაქვს სტრიტი და 6-იან 5-იანთან ზოგადად ცუდად ვდგავარ, მაგრამ ჯერჯერობით რჩები გათამაშებაში, თან ოპონენტიც ისეთია, რომელთანაც რომელსაც საერთოდ აგრესიის განცდა არ აქვს არანაირი, კი ბატონო, დაჩეკა. თერზე რახან ფლეშ რო ქონდა და წყვილი ქონდა და კიდე რაღაც სასტრიტე ქონდა, არა, მეგონი სასტრიტე არ ქონდა. 6-იან 5-იან, არა, კი, 5-იანი უსტრიტავდა, 7-იანი 6-იანი. გაჩვეტი ქონდა, ანუ კარგი ფსონი გააკეთა, უნდა გაეკეთებინამ და მაგრამ ესეთი საპირისპირო ველიუბეთი გამოვიდა, თავისთავად დააველიუბეთ ამან მე სტრიტი მქონდა. მოკლედ აი ესეთი რაღაცეების ანგარიშს, აი ხა რეალიზაციას საუბრობ, ხო? ძალიან დიდი რესურსი მიაქვს ომაჰაში და ძირითადად ან ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია, სწორედ ეს აი ოცების დათვლა, აუტების დათვლა, სიტუაციურად აი ჰენდების, ასე ვთქვათ, პოტენციალის სწორად დანახვა და აი აქედან გამომდინარე, ან მაგიტომ უფრო equity-ზე ორიენტირებული თამაშია თქო. ჰოლდემში ცოტა განსხვავდება სიტუაცია. ჰოლდემში ამასაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ვინაიდან ორჯერ უფრო ნაკლები ინფორმაცია გვაქვს ჰოლდემში, ანუ ორჯერ არა, მაგრამ ბევრად ნაკლები ინფორმაცია გვაქვს. აქ min raise და რაღაცა, მოდი დავყაროთ. აქ რა ხდება საერთოდ ამ free roll-ზე? ისე პირველზე ვარ, რაც ძალიან სასიამოვნოა. ვართ არა, რატო ვარ პირველზე? 46-ზე ვარ. მე ეს აქ რო ეს ლურჯად ანთია, მე ეს პირველზე მე ჩემი თავი მეგონა პირველზე. 46-ზე ვარ რა. ხო. ამაშიც თამაში შემიყვან. თუმცა საბრძოლო კატეგორია გვეყოდის 46-ზე. რაც ძალიან სასიამოვნოა. 386 კაცია დარჩენილი. ხო, როგორც მივხვდი. თუ რა ხდება საერთოდ აქ გავი. არა, 99 კაცია დარჩენილი. აჰა, სულ იყო 386 კაცი, 99 კაცია დარჩენილი, მე იმასავით ვარ რა. პირველად მეორე თამაშობ ამ რომში ტურნირს. არ მქონდა თვალიერებული ლობი და კარგად. ვითომ კი მოვემზადე ერთი free roll-ით, რომელზეც მოვხდი საპრიზოში. ესენდი არ ვარ დარწმუნებული რომ რეიზი ამ პოზიციაში სიმართლე გითხრათ. კარგი ჰენდი ჩანს ზოგადად, მაგრამ ისეთი კარგიც არ არის. როცა ესეთი მოგლეჯილი სამიანი აქვს საერთოდ ჰენდს, ხო? ძალიან აფუჭებს ხოლმე ხელის პოტენციალს რა. ეს მოგლეჯილი ორიანი, მოგლეჯილი სამიანი, მაგრამ მაინც დაბლ სუიტით ჰენდი მაინც შეიძლებოდა ალბათ და რეიზება. გოიანი პოზიციებიდან ყველა ვარიანტში რეიზია ეგეთი ჰენდი, მაგრამ ადრეული პოზიციიდან აი ზუსტად ეხა არ მახსოვს რა. ხუთადი ბლაინდის სიღრმეში ბატონი, ნუ უბრალოდ დავავლინებ 30-იანს. ბლაინდეს მოვიპარავ. აქ მაქვს nuts flash draw, თუმცა მაქვს trip suit handy. Trip suit handy ნიშნავს, როცა 3 მასტი მეორდება. ეს არის rainbow handy, არ არის მაინდამეტი გადასტარები, თუმცა უკან ახლა ფიშები მიზიან call-ით შევალ. Trip suit handy როცა გაქვს, უნდა გესმოდეს, რომ ერთი აუტი შენთან აფუჭებ ერთ აუტს რა. შენსავე აუტს და თან კიდე ძალიან მცირდება შანსები იმისა, რომ ოპონენტსაც ქონდეს შენაირი flash draw. შესაბამისად trip suit handები ძალიან
ასე ვთქვათ, არც ისე სახარბიელო ჰენდებად ითვლება პრეფლოპ გათამაშებებში ზოგადად არ არის ასურული, ბევრი ტრიპსოიდ ჰენდი, ანუ გავათამაშოთ. თუ რაღაცა დამატებითი კარგი კომპონენტები არ აქვს, ზოგადად არ ითვლება კარგ ჰენდებად ეგეთი ჰენდები. ну ეხლა თუ 4-ვე მასტი ემთხვევა ერთმანეთს, ანუ 4 გული გაქვს რაღაცა, ну მაგ შემთხვევაში ეხლა თუ საერთოდ რაღაცა ძალიან ძლიერი ჰენდი არ აქვს, რა თქმა უნდა, არ უნდა გავათამაშო და ასევე რეინბოუ, ანუ როდესაც არც ერთი მასტი არ ემთხვევა, ხო? რეინბოუ არის ეგეთი. ფლეშ დრო მაქვს გაჩოტი, მაგრამ ესეთი ფლოპი არ მაძლევს არანაირ შესაძლებლობას, რომ გავაგრძელო აგრესია, დავჩეკავ. თერნი მოდის ისეთი საინტერესო, პრინციპში 6-იანი რაღაცნაირად აი სტრიტის ბლოკერი შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მაინც აი რამდენად ქონდა გასვლას აქ აზრი ეხა დიდად დარწმუნებული არ ვარ. ნუ ფლოპის ჩეკის მერე მეორე ჩეკის მერე ალბათ მაინც ქონდა აზრი რა გასვლას რა. თან მე equity მქონდა რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე ჩეკის მერე ნუ ყოველთვის აქვს აზრი რა გასვლას, სავარაუდოდ. რა ხდება ჩვენს free roll-ზე გადავამოწმოთ 84 ადამიანი ვარ დარჩენილი. რა შეიძლება green line poker-ზე ვახსენე, green line poker-ში ვარ მეთქი და all-in, რა თქმა უნდა. Small blind-დან დამადამა რიან 7-იანი rainbow იმის გათვალისწინებით, რომ big blind-ზე არის საინტერესო ოპონენტი. თუმცა რატო ეს ოპონენტი საინტერესო ერთი ეგ მაინტერესებს რა. 27% VPIP აქვს და ვაფშე მაგარი ტაიტი ოპონენტია დედას ვიცავ და რატო ყავს ვიშად მონიშნული არ ვიცი. კაი ფლოპი დაგვეცა რაც თავარია და ამ ფლოპზე დავიძრათ უკვე ძალიან აგრესიულად. ვიდრე პოტბეთებით ვიწყებ, იმიტომ რომ იმდენი მომოდინე ხელები დევს და იმდენი equity შეიძლება ქონდეს აქ ოპონენტს, რომ მოფერების დრო ნამდვილად არ არის. რივერზე იხურება სტრიტი. რაც ოპონენტთან ძალიან ხშირად არ უნდა იყოს. მაგრამ მეორე მხრივ ისეთიც არაფერი არ უნდა იყოს, რაც ჩემს პოტბეთს გადაიხდის მესამედ. ეს კაროლებით არ უნდა გადაეხადა, მაგრამ ნუ აი ესეთ ჰენდს დაღად არ ველოდებოდი ოპონენტთან. მე მეგონა რამე ან ფლეშის მომოდინე ხელი, ან სტრიტის, ანუ რაღაცა აი ტუზ კაროლათიანი შეიძლება და მეგონა მაგალითად ან რამე საფლეში. შეიძლება მან ეხა შემთხვევითი სტრიტებიც ყოფილიყო. ხო, ესე იგი ტურნირზე გავაკეთე პატარა კომენტარს. ესე იგი მე წეგან 1-2 გავაკეთე all-in, თქვენ ალბათ მიაქციეთ ყურადღება, ეს 30-იანი, 29-იანი და ასე შემდეგ. როცა თქვენი სტეკი 15 blinds ჩამოწდება და გაქვთ 12, 11 blindy მიკრო ლიმიტებზე მინიმუმ და საშუალო ლიმიტებზეც სასურველია რომ თქვენ დაიწყოთ push fold-ის, ეგრეთ წოდებული push fold-ის თამაში, ანუ ან all-in-ი, ან fold-ი. მაგათ შორის მიიღოთ გადაწყვეტილება. მაგალითად ახლა აი ლიმპის წინააღმდეგ მე აქ ან უნდა დავაოლინო, ან უნდა დავჩეკო ამ შემთხვევაში. უბრალოდ რეიზის ფუნქცია აქ არ მექნება. რადგან ჩვენ ძალიან მიუახლოვდით საპრიზოს. რა თქმა უნდა, ICM-ის გათვალისწინებით გამართებული იქნება რომ დავჩეკო. ICM-ი არის ესეთი მოდელი, independent chip model, ეგრე ქვია, რომელიც არა ჩიპების values ითვლის, ანუ chip value არის, რომელიც ჩიპების values ითვლის, ანუ რამდენად მომგებიანია რაღაცა სვლა. არამედ ითვლის საპრიზოში მოხვედრის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ანუ სტეკის ფინანსურ ღირებულებას. რაც საკმაოდ რთული მოდელია და რაც რა თქმა უნდა ხა მე კარგად არ ვიცი, იმიტომ რომ მე არ ვარ ტურნირების მოთამაშე, თუმცა ძალიან ადრე, ალბათ ერთი წლების წინ, მე რაღაც პერიოდი ვითამაშე ჩემს კარიერაში ტურნირები და მაშინ ვისწავლე ICM-ი, ეხა კარგად არ მახსოვს, მაგრამ ნუ ეს არის მოდელი, სადაც შენ რაღაც მომენტში რო გააკეთო all-in-ი და მოახდინო ოპონენტებზე წნეხი, ამისთვის არის ძლიერი ხელი არ გჭირდება, მაგრამ აი რო დაქოლო all-in-ი, ამისთვის ძალიან ძლიერი ხელი გჭირდება. მთავარი პრინციპი აი ეს არის, რომ all-in-ის გაკეთება fold equity-ის გათვალისწინებით საკმაოდ ლიბერალურად არის ხოლმე შესაძლებელი, მაგრამ call-ის გაკეთება სხვისი all-in-ის წინააღმდეგ ძალიან საფრთხილო საქმეა. აქ როცა 3 Broadway card-ია single suited, ესეთ სიტუაციაში ძირითადად ყველა პოზიციიდან რეიზია.
ASI სუიტი რო იყოს კიდევ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ King-Kite არ აუშვეს. აქ 1/13 გაწყვილებული ბორდები 1/13 სტანდარტის საიზინგია. ამ სტეკთან კი არა ამ ოპონენტთან სტეკზე ვითამაშებდი. ტრიპსუით ტუს კაროლი არ ამგონია კარგი იდეა იყოს პირველი პოზიციასთან თამაში. ტუს დამარვიან 7-იანი მე მგონი რომ ძალიან დიდი შეცდომა არ იქნება რეიზი, მაგრამ დიდად დარწმუნებული არა ვარ. რაღაც მაგიდა დაგვეშალა. მოდი რამე საინტერესო მაგიდას უცბად მოვძებნი. აჰა, არის რაღაც კაი მაგიდა. ოი ვერ შევასწავლე. Folding. რაღაც ისე რა მაგიდა გაიჩიტა რა. კოლი შევიდეთ. ტრიბეთი კოლი პოზიცია კი მაქვს. პოზიცია კი მაქვს, მაგრამ single suited hand-ი თან როცა ტუზები იქნება, ხოლმე ოპონენტთან ეს ძალიან ხშირად მოხდება, მე ჩემი ჰენდი კიდე დომინაციის ქვეშ იქნება, იმიტომ რომ ტუზი როცა გაქვს ზოგადად ტრიბეთებისას კვიზების დაკოლვა დიდად გადასარევი გადაწყვეტილება აღარ არის ხოლმე რა, როგორც წესი და შესაბამისად დავყრე. 4-იანები რით ვერ შევედით აქ საპრიზოში? 3 ადამიანი დარჩა რომ გავარდეს საპრიზომდე. კი ბატონო, მაშინ დავყაროთ 4-იანები. აი ესეთი გადაწყვეტილება ხა, ეს ამ პოზიციიდან 4-იანები ისედაც ფოლდი იყო მე მგონი, მაგრამ ეს ICM-ის გათვალისწინებით ესეთი სიტუაციაში შეიძლება რაღაცა ისეთი ჰენდებიც ყოფილიყო დასაყრელი, რომელიც ზოგადად ამ პოზიციიდან არის კოლი. კოლი რაღაცა და რეიზი, კოლი არაფერი არა. რეიზი ნოლინი, მაგალითად, რავი. რამე რა, სულ ერთია რა. ტუს-9-იანი ერთი ფერის მაგალითად. ერთ-ერთს, რა შეიძლება დარეიზება. ეს რისი დარეიზება შეიძლება და რისი დარეიზება არ შეიძლება რომელი პოზიციიდან, ეს ყველაფერი სასწავლი არის ტრენაჟორში. ტრენაჟორსაც შეეხება PLO Mastermind-ი, ესეთი ტრენაჟორი, რომელიც არის უფასო. შეგიძლიათ შეხვიდეთ და პრეფლოპ მოდელი გაავარჯიშოთ ძალიან ეფექტურად მაგ ტრენაჟორში. მე რამე ვიდეოს გავაკეთებ Mastermind-დან, აუცილებლად პრეფლოპ მოდელს გავივლი. და ასევე მინდა ისე პატარა რეკომენდაციაც დავით მოგცეთ, რომ პირველ ეტაპზე ყველა პოზიციიდან ჩემი რჩევა იქნებოდა რომ გააკეთოთ 500 კლიკი, თან დაათვალიეროთ აქტიურად რეინჯები, გააკეთოთ 500 კლიკი ერთი პოზიციიდან. მერე სადაც ცუდი შედეგები გექნებათ, იგივე გაიმეოროთ. კარგი შედეგებად ჩაითვლება 80%-ზე ზევით ყველა ვარიანტში. ეგეც იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად ჩვენ რეალურ თამაში უფრო ტაიტად გვიწევს თამაში, ვიდრე სოლვერი თამაშობს და აი მაგის გათვალისწინებით, ანუ fold-ის მხარეს თუ გექნებათ ასე თქვა შეცდომები არ აუშავს, თუ raise-ის მხარეს გექნებათ შეცდომები, ამას უშავს, იმიტომ რომ რეიქის გათვალისწინებით და ოპონენტების გათვალისწინებით, ანუ სოლვერი თulis, რომ ყველა ოპონენტი არის ტაიტი ძლიერი მოთამაშე, რომელიც შესაბამისად ხშირად ყრის კარტს. და რეალურ ცხოვრებაში ესე არ არის. შესაბამისად fold equity გვაქვს ძალიან ცუდი და შესაბამისად ნაკლები ჰენდების გათამაშების შესაძლებლობა გვაქვს. ეს არის ხოლმე ესე 3 და 5%-ამდე დაახლოებით სხვადასხვა პოზიციებზე. განსხვავება. შესაბამისად აი მაგას მიაქციეთ ყურადღება, თუ raise-ის ხარეს გაქვთ შეცდომები, ანუ ისეთ ხელებს არ რეიზებთ, რომლებიც სინამდვილეში fold-ია, ეს დიდი პრობლემაა, მაგრამ თუ რაღაც ისეთ ხელებს ყრით, რომელიც solver-ის მიხედვით raise-ია, ეს არც დიდი პრობლემა არ არის. ოღონდ ზგონიურულ ფარგლებში რა, ეხლა რაღაც 50% თუ არ ტყავ და დანარჩენ ყველაფერს ყრი, ეგ შეცდომა არის. 80-85%-დან ზევით მინიმუმ უნდა გქონდეთ და სასურველია რომ 90 და 95 გქონდეთ, მაგრამ ნუ ჯერჯერობით დასაწყისისთვის აი უკვე ისეთი აი პროფესიონალისთვის, რომელიც აი რეგულარულად ფულზე თამაშობს პოკერს და რაღაცა,
მიზნობრივი მაჩვენებელი სოლოში არის ხოლმე 95% და პლუსი. Hand for hand დაიწყო. უკვე პრიზები ვართ, პრიზებში დავრჩით. 4 ცენტი ჩვენია, მეგობრებო, რაც ძალიან სასიამოვნოა. ნაჯუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენ. ამ შემთხვევაში უფრო გამართლებული იქნებოდა მე თქვა, ნაჯუქარ ფულს არ ითვლიან, თუმცა არ ვიცი ან ითვლიან ან არ ითვლიან. კაროლ დამადამა შეიძლება ვინეს მოეჩვენოს რომ ტრიბეთი ჯობდაო, მაგრამ მე გეტყვით რომ რეინბოუ რახან არის კოლი ჯობდა. აბანეთი ჩეკავს, მე ვეცდები რომ მოვიპარო. და ფრიროლიდან ფრიროლზე გმირულად დავეცით მეგობრებო. რამდენად გმირულად ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია დავეცით. არ დავეცით, სტეკი დაგჭა. კი ბატონო. სტეკი დაგჭა ეს ვერ შევანჩინე. არა უშავს. გასაგებია ხა აქ დაჩეკვის გარდა ვერაფერს ვეღარ გავაკეთებ. თუმცა კაროლ აგური კი მქონდა რომელთაც შემელო ფლეში განვასახიერო, მაგრამ სხვა რაღაცებს ლაპარაკით ვიყავი დაკავებული სამწუხაროდ. ვალეთ სამიანი რა ვქნა დავყარო, დავყრი მაგის დედაცვატირე. ორი ბლაინდი მქონდა და ნახევარი ბლაინდი გადახდილი მქონდა და დავფოლდ. ესეთ რაღაცას რეკომენდაციას არ გავუწევდი. იყოს რატო იმას ვქნათ, პეიჯამფი გავიაროთ. პეიჯამს ვეღარ გავავლით. თორე 1 ცენტით მეც მოვიგებთ. კაი, ვალეთ ექვსიანი შევიდეთ მაშინ. 1 ცენტი არც გაგვამდიდრებს, არც გაგვაღარიბებს. იმედია ხვდებით ხოლმე რაღაცას არ ვაყობ ბოლომდე სერიოზულად. მაგრამ ნახევრად სერიოზულად. მე რეკომენდაციას გავუწევდი რომ თუ თამაშობთ პოკერს, ითამაშოთ გულით ითამაშოთ რა. რაც არ უნდა იყოს 1 ცენტია თუ საერთოდ ვირტუალური ფული მნიშვნელობა არ აქვს. თუ დაჯექი მაგიდასთან, ეცი პარტივი ოპონენტებს და ითამაშე პოკერი სერიოზულად რა. მე აი ესე ვუყურებ პოკერს და ზოგადად ნებისმიერ საქმიანობას. თუ მონაწილეობ რაღაცაში, მაშინ ვიქნები გულით, თუ ცუდი სამსახური მაქვს მაგალითად, რომელიც არ მომწონს, ან არ ვიმუშავებ და წამოვალ სამსახურიდან, ან გულით ვიმუშავებ და კარგად გავაკეთებ ჩემს საქმეს. იგივეს ურჩევდი სხვასაც და იგივეს ვიტყოდი აი პოკერის თამაშის ნებისმიერ საქმიანობაზე. თუ მონაწილეობ, მაშინ გულით და გემრიელად მიიღე მონაწილეობა. თუ არა და უბრალოდ უარი შეგიძლია ყოველთვის თქვა. უარის თქმა ეს ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი, პრინციპულად მნიშვნელოვანი უნარია ადამიანის ცხოვრებაში და შეგიძლია თქვა უარი, არ მიიღო მონაწილეობა და შესაბამისად არც არავის აწყენინებ და არც არაფერი. კარგი, მე მგონი, კაიდოს გამოვარდი ფრიროლიდან. იმ გაგებით რომ სესიას დავხურავ ხა მე და თან ვიდეოს 50 წუთამდე გამოვიდა, როგორც ჩვენი წესია. აქ არის ძალიან ბევრი 1 ცენტიანი ტურნირები, მე რომ მინდოდეს ხა ამეების თამაში ვითამაშებდი, ჩემი 19 ცენტით წარმოგიდგენთ 19 ტურნირს ვითამაშებდი. ანუ ფაქტობრივად ტურნირების რეგულარი გავხდებოდი რა. რომელიმეზე ბილეთს მოვიგებდი, მე ნახოთ ხა რა ბილეთს მოვიგებდი. ბარემ, რახან დავიდეთ ამ თემაზე საუბარი. აქ არის $1 ბილეთი, რომელი ტურნირიც არის ასევე სატელიტი. ანუ აქაც თამაშდება უკვე $10 ბილეთები. რომლებიც არის 15 ცალი და იმ $10 ტურნირზე უკვე თამაშდება $1480. ანუ უკვე ფული. აბა ნახოთ ახლა სხვა ტურნირი რამე. აი $200 ტურნირიო. სადაც $2 ბილეთები თამაშდება 100 ცალი, მაგის თქვა გინდა? ეს რაღაც მართლა კაია თო. ანუ 100 ცალი. $2 ტურნირი თამაშდება 100. 25-იანი Sunday special-ის რა. საიდანაც მოხვდები ტურნირზე, რომელზეც თამაშდება 15 ცალი $25 ბილეთი. და იმ $25 ბილეთზე უკვე რა თამაშდება? $200 ბილეთები 10 ცალი. და $200 ტურნირზე რეგისტრირდები, სადაც 40,000 არის გარანტია. კი, მართალია ზედიზედ რაღაც 4 ტურნირი უნდა მოიგო თუ რაღაცა, მაგრამ აბსოლუტურად რეალურია რა. აბსოლუტურად რეალურია. თუ ისე ვიღაცა მოინდომებს იშრომებს იმდენი ტურნირები ტარდება აქ უბრალოდ.
ეხლა რომ მეცალოს დედასპიცა ვარ ამებს ვითამაშებდი ოღონდ თხოვნების გარეშე. რომ მეცალოს ეხლა მეც მაინდა-მაინც მოუცლელი არა ვარ, მაგრამ ეხლა ომაჰათი ვარ დაკავებული, ანუ ეს არ არის ჩემი საქმიანობა, თორე დედასპიცა ვარ, ეხლა რომ აი ტურნირების კარიერას ვიწყებდე, აი ამაზე კაი შესაძლებლობას მე მეგობრებო ვერ ვიფიქრებდი. ეს ადრე იყო სხვადასხვა ფარტი პოკერს ქონდა, აი დაახლოებით გავსი პროექტი, ძალიან კარგი პროექტი და მოკლედ ამას მე გავუწევდი რეკომენდაციას. ეხლა დაგემშვიდობებით, აბა თქვენ იცით, წარმატებებს გისურვებთ მაგიდებთან.